ამ წუთებშიც გრძელდება მსვლელობა დმანისიდან თბილისის მიმართულებით. აქციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში 100 კილომეტრის გამოვლას აპირებენ. ახალგაზრდები საქართველოს დროშით სხვადასხვა ქალაქში სკანდირებდნენ ყველგან კორუფცია არსად სამართალი, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და სხვა კიდევ ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობ ლოზუნგებს. პროტესტის მონაწილეები ახლა დღეს მარნეულში იყვნენ, მათი მიზანია ივანიშვილის რეჟიმს თავიანთი ძალა აჩვენონ, ასევე რეგიონებში საზოგადოებას ხმა გააგონონ, რომ ქვეყნის მასშტაბით პროტესტი კვლავ გრძელდება. ჩვენ მე მგონი უკვე შეგვიძლია დაუკავშირდეთ ამ მსვლელობის ერთ-ერთ მონაწილეს ოქტაი კაზუმოვს, ფილოლოგს. ახლა უკვე ღამეა და შესაძლოა ეს მსვლელობა შეჩერებულია დროებით. ყოველ შემთხვევაში ამის თაობაზე ოქტაი თავად გვეტყვის უფრო მეც რა ადგილზე არის მსვლელობა უკვე მოსული, გრძელდება მსვლელობა როგორც ხედავთ და რა თქმა უნდა ოქტაის პირველ რიგში მინდა ვკითხოთ რა მიზანი აქვს საერთოდ ამ მსვლელობას 100 კილომეტრის გამოვლა ადვილი საქმე არ არის ოქტაი გისმენთ. Სამშვიდობის გიორგი, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობის მოსცემისთვის. დიახ, მსვლელობა, რომელიც დაიწყო დმანისიდან გუშინ მიზნად ისახავს 100 კილომეტრის გამოვლას და ჩაღწევას თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციაზე ხვალ. მიზანი გახლავთ ის, რომ ორია, რა თქმა უნდა, უმთავრესი მიზანი პირველი გახლავთ ის ახალი არჩევნების დანიშვნა, ახალი ესე იგი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, იმიტომ რომ არსებული CSGO არავითარ ნდობას არ იმსახურებს, პირიქით შეკრულია ესე იგი ოლიგარქთან და მის მითითებებს ასრულებს, ხოლო მეორე გახლავთ რა თქმა უნდა რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნა, ხოლო აი ეს მეთოდი არის ძალიან კარგი და ამართლებს თავის თავს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ მსვლელობით რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ვაჩვენებთ და ვაგრძნობინებთ, რომ ვიცით თქვენი გასაჭირის შესახებ, ვიცით თუ როგორი ზეწოლაა თქვენს მიმართ, როგორი ჩაგვრა თქვენს მიმართ სოციალური, ეკონომიკური, უფლებრივი თუ ასე შემდეგ, მაგრამ აი გაჩვენებთ ასე ვთქვათ მოდელს იმისა, თუ როგორ უნდა შეიკრათ სოლიდარულად და როგორ არ უნდა შეუშინდეთ რეჟიმის ამ წნეხს. ოქტაი, როგორია რეაქცია, როგორია თქვენ მოუყვებით ახლა გზას, შედიხართ უფრო მჭიდრო დასახლებულ, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტის ცენტრებშიც, ისედაც ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სოფლებიც უნდა გამოიაროთ და როგორია რეაქცია უბრალო მოსახლეობის, როდესაც ხედავენ, როდესაც ესმით ის ლოზუნგები, რომელსაც სკანდირებთ. ძალიან დიდი ინტერესით, მხარდაჭერით, ასეთი სოლიდარობის გამოხატვით, განსაკუთრებით მაგალითად ამ ტრასაზე და მაგისტრალზე მოძრავი მანქანებიდან მხარდაჭერის სიგნალები ისმის, როგორც ესე იგი ჟესტური მაგალითად მაღლა აღმართული მუშტი ან დაპირპინება რიტმულად და ამ შემდეგ ამ გამოხატავენ ძალიან დიდ სოლიდარობას და არ ვიცი და ყველანაირად ესე იგი ხარჯ მიჭერენ ამას ნამდვილად იგრძნობა. ამ მსვლელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლაც, განსაკუთრებული დღეა ხვალ 31 მარტი. რა თქმა უნდა ეს საპროტესტო განწყობის გამოხატვის მორიგი საშუალებაა, მაგრამ ყოველგვარი საპროტესტო განწყობების გარეშე საქართველოს მოსახლეობა 31 მარტს ყოველთვის განსაკუთრებული შემართებით აღნიშნავთ ხოლმე, შეიძლება არა ასე მასშტაბურად, ზუსტად იმის გამო რომ ეს არის დღე, როცა 34 წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ ფაქტობრივად ერთხსულოვნად საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობით ხმა მიცა ქვეყნის დამოუკიდებლობას. რას ნიშნავს შენთვის, ოქტაი კაზუმოვისთვის 31 მარტი? ხო, 31 მარტი ჩემთვის არის ასე ვთქვათ ქართველი ხალხის ნების, როგორც ითქვა მაშინ, გამოხატვა, ზოგადად საქართველოს მოსახლეობის ნების, ანუ ქართველი ხალხის ამ შემთხვევაში მე პოლიტიკურ ერთეულს გულისხმობ, ნების გამოხატვა და დაფიქსირება, რომ კი ჩვენ გვინდა თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის თაობა იყო, რომელიც ამ ხანგრძლივ საბჭოურ პერიოდში იყო დაბადებული და გაზრდილი. და მათ ძალიან კარგად იცოდნენ საბჭოთა კავშირი რა იყო,
ყოველდღიურად ცხოვრობდნენ იმ რეალობაში, მაგრამ ირჩიეს თავისუფლება. ირჩიეს დამოუკიდებლობა და ყოველი წლის 31 მარტი არის აი სწორედ ამ ნების კიდევ ერთხელ გახსენება, განახლება თუ შეიძლება ითქვას და ერთგვარი გადახედვა, შეფასება იმ ერთი წლის განმავლობაში თუ რითი შევეხიდეთ ამ თავისუფლებას, ამ დამოუკიდებლობას, რა შევმატეთ და მომავალი გეგმები რა არის. დიახ, თავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის ყოველდღიური რამ აქტი, ქმედება და ამ ყოველდღიურ აქტსა და ქმედებაში უნდა იმონაწილეობა და შენი წვლილი უნდა შეიტანო და სიმბოლურია და უფრო მეტი მუხტის მომცემი გახლავთ ზუსტად ის რომ და ჩვენ საგანგებოდ დავამთხვიეთ ეს მსვლელობა ამას რომ ესე იგი ძალიან ისე ფართოდ განგვეცა და ძალიან ხელშესახებად განგვეცა და 31 მარტის რეფერენდუმით და რა თქმა უნდა დღეს ახლა ჩვენი ქვეყანა გადის ბეწვის გზაზე, როდესაც სწორედ ის ფასეულობები დამოუკიდებლობა, თავისუფლება ფაქტობრივად არის კითხვის ნიშნის ქვეშ და ჩვენ სწორედ ამ აქტით შევახსენებ ამ მიძინებულ გნებავთ გონებებს, გულებს, რომ გამოიღვიძონ რეგიონების გააქტიურება, რეგიონების ხმის ამოღება არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ისტორიული დროჟამი, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და ვიბრძოლოთ შენარჩუნებისთვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გზისა, ინტეგრაციისა დასავლურ ინსტიტუციებში და ასე შემდეგ, არამედ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ისტორიულ დროჟამში და მოვლენებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. და ამ წვლილის შეტანით ჩვენ შემდეგ გვექნება უფლება მოვითხოვოთ კიდევაც უკვე ჩვენი სახელმწიფოსაგან რაღაცები. აი რაღაცა თუ არ მოგწონს ამ ჩვენ სახელმწიფოში და არ მოგწონს, ხო? აი სწორედ ეხლა არის შანსი, რომ ეს გავაუმჯობესოთ, გავაუკეთესოთ, შევთავაზოთ და ვიღვაწოთ იმისათვის, რომ ის იდეები, რა იდეების ჩვენ ასე ვთქვათ, გვაქვს, განვახორციელოთ. და ჩემთვის სწორედ ერთი რამ ფიზიკური აქტია ამ შემთხვევაში. ოქტაი, დიდი მადლობა. 100 კილომეტრიანი სამდღიანი და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე დააფიქსიროს თავისი პოზიცია 31 მარტისთვის, ხო? ოქტაი, ძალიან დიდი მადლობა. ერთი მომენტია, უნდა დააფიქრდეთ კიდევაც, რომ აი მე შემაქვს ეს წვლილი ამ შესაძლებლობის თუნდაც 50%-ის რამეს თუ ვაკეთებ, ხო? აი 50%-ს თუ ვაკეთებ ამისთვის. და შეიძლება ვთქვათ ვიღაცამ რაღაც გააკეთოს ერთჯერადად და მერე დაიწყნაროს, დაიმშვიდოს სინდისი და თქვას, რომ მან მოვალეობა შეასრულა. ასე არ არის. ამიტომაც არის გმართებს დააფიქრდეთ, რომ რამდენს ვიღებთ სამშობლოში. დღეს სამშობლოს ვჭირდებით ჩვენ. დღეს ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვჭირდებით მისი მოქალაქეები. ხვალ სახელმწიფოს მოვთხოვთ იმას, რომ ჩვენი უფლებები დიახაც დაიცვას და ასე შემდეგ. ოქტაი, ჩვენი ქვეყანა მადლობა ოქტაი. სამშობლო, მე ვეღარაფერს ვეღარ მოვთხოვთ მას. ერთი ტექნიკური შეკითხვა მაქვს, სანამ დაგემშვიდობები. პატრული უზრუნველყოფს თუ არა ცენტრალურ მაგისტრალზე თქვენს მშვიდობიან მოძრაობას? ხო, მართალია უშუალოდ ისე არ მოყვებიან, მაგრამ ჩაივლიან ხოლმე. აბლა ჩავლას არ გულისხმობ, გვერდზე მოყვებიან თუ არა იმისთვის, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება. იმანცილებენ გარკვეულ რაღაცას ელოდებიან მონაკვეთში, მივდივართ და მე გადაგვისწრებენ ხოლმე. ასე, ეს დამოკიდებულებაც გასაგებია. სანამ დაგემშვიდობები, მინდა რამადან ბაირამი მოგილოცო. შენ კიდევ რაღაც კოდებიც დაგვდევს. გასაგებია იქ ყველაფერი. რამადან ბაირამი მინდა მოგილოცო შენ და ყველას, ვინც საქართველოში ამ საზეიმო დღეს აღნიშნავს ჩვენს მუსულმანურ თემს მთლიანად.